ნეტავს სადმიდიან დასათქრებიან ის ღრუბლები, რომლებიც ცაზე აღარ ჩანან ხოლმე პაპი. ეკითხებოდა პატარა სპლიყვი პაკო თავის პაპიკოს, სპილო პოპოს. პოპო თბილელეთის მამაცი მეხანძრე იყო. ცოტათი მოურცხდა მშიშარა პაკოს, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად პაპიკოსთან ერთად შეიძნობა და ცაში ღრუბლებზე დაკვირვება უყვარდა. პოპო ხშირად არიგებდა პაკოს, რომ უფრო მამაცი გამხდარიყო და თავისი შიშები დაემარცხებინა. იმ შეიძნობის დღესაც პაკოს კითხვაზე, თუ სად მიდიოდნენ ღრუბლები, პოპომ ასეთი რამ უპასუხა. პაკო, პაპი, იცი? იქ, ზემოთ, ჩვენგან არც ძალიან შორს და არც ძალიან ახლოს, არსებობს ღრუბელთა სამეფო და ღრუბლები სწორედ იქ მიფრინავენ ხოლმე. თურმე სპილოებიც მანდ მიდიან, როცა ამისი დრო მოვა. ხო და ერთ თოვლიან დღეს, როცა მეც გავფრინდები იქ და ღრუბლად გადავიქცევი, გადმოგხედავ იქიდან და როცა რაიმე გაგიხარდება, ამას ვიგრძნობ და იცი რას ვიზავ? ციმციმს დავიწყებ. ესე იგი მოციმციმე ღრუბლად გადაიქცევი, პაპი? კი, პაპი, ოღონდ მანამ სანამ მე გავფრინდები, შენ უფრო მამაცი და ძლიერი უნდა გახდე. პოპო პაკოს ჩაეხუტა, შემდეგ ცასახედა. თეთრი ღრუბლები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ჰაერში სუსხი შემოპარულიყო, მალე ხომ ზამთარი უნდა დამდგარიყო. იცით პოპო როგორი მამაცი მეხანძრე იყო? მას ბევრი საგმირო საქმე ჰქონდა ჩადენილი. თბილელეთის მებაღე ზიზი ხომ გახსოვთ? ხო და ერთ დღეს ზიზი იმდენად იყო დაღლილი ყვავილების მორწყვით, ღამით სანთლის ჩაქრობა დავიწყებოდა და ისე ჩასძინებოდა. აბა, ღამით ჩაუქრობილ სანთელს კი კარგი არაფერი მოჰყვება არა? გაჩნდა ცეცხლი, ყვავილებს ისე შეეშინდათ, ტირილი დაიწყეს. ეგონათ, სამუდამოდ აქ მთავრდებოდა მათი სიცოცხლე. უცებ საიდანღაც პოპო გამოჩნდა. მან ძალიან იყო ჩაღატა როგორც ყოველთვის, უცებ ჩააქრო ცეცხლი. მადლიერი ზიზი თავის ყვავილებს შეჰპირდა, რომ რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, უფრო ყურადღებიანი გახდებოდა და უფრო მეტად მოუვლიდა მათ. ერთხელ კი, როცა ბაჭო და კუდა ტყეში სათამაშოდ იყვნენ გასულები, ასანთი იპოვეს. ბაჭოს გაგონილი ჰქონდა, რომ ასანთით თამაში არ შეიძლებოდა. მან უთხრა კუდას, მოდი, ხელი არ მოვკიდოთ ასანთს, რადგან ცეცხლი საშიშიაო, მაგრამ კუდა გაჯიუტდა და არ დაუჯერა მეგობარს. ხო და ხომ ვიცით, რომ სიჯიუტეს კარგი არც არაფერი მოჰყვება. უცებ შემთხვევით ანთებული ასანთი კუდას ხელიდან გაუვარდა და ისევ რომ არა პოპოს სიმამაცე, თბილელეთის ტყე ალბათ მთლიანად გადაიწვებოდა. ბაჭოს და კუდას ამ ამბის დროს ძალიან შეეშინდათ. იმ დღის მერე მათ ასანთით აღარასოდეს უთამაშიათ. თბილელეთში დაზამთრდა. ზამთრის დადგომა ახალი წლის მოახლოებასაც ნიშნავდა. ყველა თბილელეთელს ძალიან უხაროდა ეს ამბავი. საახალწლოდ ერთი ასეთი ტრადიცია ჰქონდათ. ყველა თავის წილ სათამაშოს კიდებდა ნაძვის ხეზე. ეს სათამაშოები ერთად იყო შენახული ერთი ჯადოსნური ხის სამალავში. ამ სამალავს ყოველ წელს, სანამ ახალი წელი დადგებოდა, ერთი ბრაზიანი დრაკონი სახელად დრაკუა გითხავდა და ცდილობდა სათამაშოები გაეფუჭებინა, რათა თბილელეთელებს ნაძვის ხე ვეღარ მოერთოთ და ახალი წელი ვეღარ ეზეიმოთ. მამაცი პოპოს წყალობით სათამაშოები ყოველთვის დაცული იყო და დრაკუს მათი დაზიანება არ გამოსდიოდა. პოპო ცდილობდა დრაკუც გამოესწორებინა, მაგრამ ამ საქმეში ის ვერაფერს გახდა. დრაკუს არც ზამთარი უყვარდა და არც ახალი წელი. არც ის მოსწონდა თბილელეთელები რომ ხიარულობდნენ. რატომ იყო ასეთი ბრაზიანი, თავადაც არ იცოდა. რა უხაროდა და რა უნდოდა, ისიც არ იცოდა. ამიტომ
დაბნეული და გაბრაზებული ყოველ წელს ერთსა და იმავე საქციელს იმეორებდა. ზამთარს ხომ ყველაზე მეტად თოვლი უხდება, ხო და ახალი წლის მომლოდინე თბილელეთელების დღე ქალაქში თოვა დაიწყო. ციდან თეთრმა ფანტელებმა დაიწყეს ჩამოფრენა და მონატრებული თბილელეთი სულ გადაათეთრეს. ხომ გახსოვთ, ბაჭყს როგორ ძლიერ უყვარდა თოვლი. სწორედ მაშინ, როცა თოვა დაიწყო, ჩვენი ფითქინა ბაჭყო თავისი ოთახის ფანჯრიდან იყურებოდა და ძალიან გახარებული იყო. მთელი ღამე ითოვა. დილით თბილელეთი ერთ დიდ, ფუმფულა, თეთრ ღრუბელს დაემსგავსა. გათენებისთანავე ბაჭყომ თბილად ჩაიცვა და გარეთ გავიდა. ეზოში თავისი მეზობელი და მეგობარი, პაკო შეხვდა. პაკო ცოტათი მოწყენილი ჩანდა. ბაჭყო მივიდა მასთან და ჰკითხა: პაკო, რა მოხდა? რატომ ხარ მოწყენილი? ბაჭყო, იცი, როცა თოვა დაიწყო, სწორედ მაშინ ჩემი პაპიკო თეთრმა ღრუბლებმა ღრუბლების სამეფოში გააფრინეს. მე ვიცოდი, რომ როდესმე ეს დღე დადგებოდა, მაგრამ მაინც ძალიან მოწყენილი ვარ. პაკო, მე მესმის შენი, მე შენთან ვარ. შენ სწორედ ახლა უნდა გახდე ისეთი მამაცი, როგორიც არასოდეს ყოფილხარ. ბაჭყო პაკოს ჩაეხუტა და გაამხნევა მეგობარი. გადიოდა დრო. ახლოვდებოდა ნაძვის ხის მორთვის დღე. ახლა ხომ ნაძვის ხის სათამაშოები დრაკონი დრაკუსგან სწორედ პაკოს უნდა გადაერჩინა. ბაჭყო მიხვდა, რომ პაკო ნაძვის ხის სათამაშოების დაცვას მარტო ვერ შეძლებდა და მასთან ერთად წასვლა გადაწყვიტა. ისინი ერთად გაუყვნენ გზას ჯადოსნური ხის სამალავისკენ, სადაც ახალი წლის სათამაშოები ინახებოდა. ბევრი იარეს თუ ცოტა, მიადგნენ იმ სამალავს და შიგნით შევიდნენ. ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ, რადგან სადაცაა დრაკუც გამოჩნდებოდა. ძალიან მალე ბაჭყომ რაღაცის ხმა გაიგონა და პაკოს უთხრა: პაკო, გონი დრაკუ მოვიდა. სანამ ის ცეცხლს გადმოაფრქვევს, შენ უნდა იჩქარო და გახვიდი აქედან. გაიხსენე, რას გარიგებდა შენი პაპიკო? შენ უნდა დაამარცხო ყველა ის შიში, რომელიც ხელს გიშლის იმაში, რომ იყო მამაცი. აბა შენიცი მეგობარო. პაკოს გული ძლიერად უცემდა. მას ხომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად დრაკონების ეშინოდა. საბოლოოდ მან მაინც გაბედა და გავიდა სამალავიდან. გაბრაზებული დრაკონი უკვე ცეცხლის გამოფრქვევას აპირებდა, მაგრამ უცებ გაჩერდა და პაკოს კითხა: შენ, ეი პატარა, აქ რა გინდა? და პოპო სად არის? პაპიკო პოპო სად არის და ღრუბლების სამეფოში გაფრინდა? უპასუხა პაკომ. ამ სიტყვების გაგონებისას დრაკოს გულში რაღაც უჩვეულო დატრიალდა. ბრაზი სადღაც გაქრა და მისი ადგილი სევდამ დაიკავა. კი, მაგრამ რატომ აღარ აფრქვევ ცეცხლს? აღარ გინდა ჩვენი სათამაშოების გაფუჭება და საახალწლო სამზადისში ხელი შეშლა? კითხა გაოცებულმა პაკომ. იცი, საერთოდაც მე სინამდვილეში რაღაცის გაფუჭება არასოდეს მდომებია. უბრალოდ მინდოდა ვინმეს ყურადღება მოექცია ჩემთვის ისე, რომ ჩემი არ შეშინებოდა. პაკო გაკურვებული უსმენდა მისთვის აქამდე ყველაზე საშიშ არსებას, რომელიც სინამდვილეში სულაც არ ყოფილა საშიში. მათ საუბარზე სამალავიდან ბაჭოც გამოვიდა. იცით, პოპო სულ იმას მეუბნებოდა: დრაკუ, ასე ნუღარ იქცევი, როდის უნდა გამოსწორდეო? თავაზობდა ხოლმე ჩვენთან წამოდი, შეგაყვარებთ ახალ წელსო. მე კი სათამაშოების გაფუჭების გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. ახლა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ პაკოს ჩემი არ ეშინოდა. ის ყოველ წელს ჩემს გამოსწორებას ცდილობდა. ახლა სიმართლე გითხრათ, მე აღარაფრის გაფუჭებას აღარ ვაპირებ.
წაიღეთ თქვენი სათამაშოები და წადით აქედან. თქვა დრაკუმ და ძალიან მოიწყინა. პაკო და ბაჭო მიხვდნენ, რომ ახლა სწორედ ის დღე დამდგარიყო, როცა დრაკუ სხვანაირი ხდებოდა. მათ ასეთი რამ გადაწყვიტეს. შესთავაზეს წამოსულიყო მათთან ერთად თბილელეთში და ნაძვისხე მოერთო. კარგად დაფიქრდით, დრაკუ. ჩვენ ძალიან გვინდა რომ წამოხვიდე ჩვენთან ერთად. და კიდე ვიცი რა ვიფიქრეთ? ის სათამაშო, რომელიც პოპოს აქ დარჩა, გვინდა შენ ჩამოკიდო ნაძვისხეზე. თქვეს ბაჭომ და პაკომ ერთხმად. დრაკუს გული სიხარულით აევსო. ის მიხვდა, რომ მისი აღარ ეშინოდათ და მასთან მეგობრობა უნდოდათ. ისინი ერთად გაუყვნენ გზას თბილელეთისაკენ. გზაში პაკო ცოტათი ჩამორჩა მეგობრებს. მოულოდნელად რაღაც დიდმა სინათლემ მოსჭრა თვალი. მან ცაში აიხედა და მოციმციმე ღრუბელი დაინახა. პაკოს გაეღიმა, რადგან მიხვდა, რომ იქ სადღაც არც ძალიან შორს და არც ძალიან ახლოს ღრუბელთა სამეფოში მისი პაპიკო ძალიან გახარებული იყო. თბილელეთში ნაძვისხის მორთვის დრო დამდგარიყო. ყველამ თავისი წილი სათამაშო ჩამოკიდა ნაძვისხეზე. დრაკუს ჯერიც მოვიდა. მისთვის ძალიან უჩვეულო იყო ეს გრძნობა. ის ხომ პირველად კიდებდა ნაძვისხეზე სათამაშოს. თბილელეთელებმა ბაჭოს და პაკოს მადლობა გადაუხადეს სიმამაცისთვის. დრაკუს კი აპატიეს ყველაფერი და მეგობრულად მიიღეს. ხო და ამასობაში ნაძვისხეც მოიშთო. ისეთი ბრჭყვიალა და ისეთი ლამაზი იყო, მისი ნახვა სასწაულებს დაგაჯერებდათ. და კიდევ ნაძვისხესთან ერთად ცაზე ერთი ღრუბელი ისეთ სიმციმებდა, თითქოს მთელი თბილელეთის განათება და აციმციმება უნდაო. დრაკუ აკვირდებოდა თბილელეთელების ბედნიერ, გაბწყინებულ სახეებს და ნელ-ნელა ხვდებოდა, თუ რატომ უყვარდათ ამ ტყე ქალაქში ახალი წელი და რატომ უხაროდათ მისი დადგომა ასე ძალიან. საიდუმლო სიყვარულის ძალაში იყო. ახალი წელი ხომ მაშინ გიხარია, როცა საყვარელი ადამიანები გყავს გვერდით, როცა გრძნობამ ჯადოსნური გრძნობის უხილავ ძალას, რომელიც ყველაფერს ალამაზებს ირგვლივ და შენ გაძლევს ძალებს რომ იყო, იცოცხლო, გიხაროდეს და გწამდეს. ჭირი არსად, ხინი აქა, ქატუ არსად, ფქვილი აქა.